მოგესალმებით. არც ერთი ქვეყანა ისე არ განასახიერებს ევროპის კრიზისს, როგორც საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. ძირითადი პოლიტიკური პროცესების სათავეში სწორედ ამ ქვეყნების ლიდერები დგანან. ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ერთად ისინი წარმოადგენენ იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ევროპას მართავს და საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. და აქ არაფერს ნიშნავს ის, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები საერთო ევროპული პოლიტიკის შემუშავებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ. ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ სამივე ქვეყანაში ძლიერდებიან მემარჯვენე ევროსკეპტიკური ძალები. ამის ნათელი მაგალითი არის დიდი ბრიტანეთი, სადაც 7 მაისს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები თვალსაჩინო იყოს, შევხედოთ მონაცემებს. 5000 ადგილისთვის მიმდინარეობდა ბრძოლა 136 თვითმმართველობის ორგანოში, მათ შორის ლონდონის 34 ოლქში. პირველ ადგილზე გავიდა ნაიჯელ ფარაჟის პარტია რეფორმა, რომელმაც 1453 ადგილი მიიღო სხვადასხვა თვითმმართველობის ორგანოში. მეორე ადგილზე გავიდა პრემიერ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტია 1068 ადგილით. მათი დანაკარგი დაახლოებით 1500 ადგილამდე იყო. ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია, რომელიც ხელისუფლებაში 2024 წლამდე იყო, მთლად მეოთხე ადგილზე გავიდა. ეს არის ის რეალური შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ კირ სტარმერისა და ევროპული პოლიტიკური ელიტის გლობალისტურ ნეოლიბერალური პოლიტიკა მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. სტარმერისა და მისი პარტიის წარუმატებლობაში ბევრმა ფაქტორმა ითამაშა თავისი როლი, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა და არალეგალურმა მიგრაციამ. გერმანიაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ყოველკვირეულ გამოკითხვაში პირველად უსწრებს მმართველ კოალიციას ქრისტიან დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტების სახით. აღარაფერს ვამბობთ სოციალ-დემოკრატებზე. გამოკითხვის შედეგები პარტიის ლიდერმა ალის ვაიდელმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა და უნდა ითქვას, რომ პარტიას, რომელსაც ცოტა ხნის წინ ლამის აკრძალვას უპირებდნენ, 28% ძალიან ძლიერი მაჩვენებელია. საფრანგეთშიც ასევე ლეპენის ევროსკეპტიკური პარტია ლიდერობს. ასეთი მოცემულობის მიზეზი ერთდროულად არის ძალიან კომპლექსურიც და ძალიან მარტივიც. ყველაფერი კი იმ პოლიტიკიდან იწყება, რომელსაც ევროკრატები Deep State-ის დაკვეთით უკვე წლებია ატარებენ. ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლა, ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვა, ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის ღია ლეგალიზება, მულტიკულტურალიზმისა და მრავალფეროვნების პროპაგანდა. ყველაფერი ეს ევროპულ ბიუროკრატიას პოლიტიკის მთავარ მიმართულებად აქვს გამოცხადებული. არადა ევროპის რეალური ინტერესები არის იაფი ენერგორესურსები, სამუშაო ადგილები, კონკურენტუნარიანი წარმოება, საწარმოო ძალის შენარჩუნება და გეოპოლიტიკურ რუკაზე პოლუსად ყოფნა. ევროპის მოსახლეობაში უკვე საკმაოდ მაღალია უკმაყოფილება უკრაინითა და მისი გაუთავებელი დაფინანსებით. მაშინ, როდესაც მთავრობები საკუთარ ქვეყნებში სოციალურ დანახარჯებს ამცირებენ და ამავდროულად უკრაინას ასობით მილიარდ დოლარს გადასცემენ, ევროპელ მოსახლეობაში ჩნდება კითხვა, რატო? პასუხი რა თქმა უნდა არ აქვთ. პასუხის გაცემას ცდილობენ სტარმერი, მერცი, მაკრონი, ფონ დერ ლაიენი და საუბრობენ იმაზე, რომ ასე სჭირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ევროპული ცხოვრების წესის დასაცავად ბრძოლა ყოფილა საჭირო. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ ევროპული მეინსტრიმ პარტიების კრიზისის შესახებ. Deep State-ის მიერ მართული დაუძლურებული ევროპული ტრიუმვირატი, ფრიდრიხ მერცის, ემანუელ მაკრონის და კირ სტარმერის მონაწილეობით, ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდხანს გაძლევს და ვინ აღმოჩნდება ევროკავშირის მთავარი ლუზერი, ვინ გადადგება პირველი. ეს ყველაფერი პირობითად, იმიტომ რომ სამივე ამ ქვეყანაში ბევრი მიმართულებით ერთმანეთზე უარესი მდგომარეობაა. თუმცა ჩვენს დღევანდელ სიუჟეტში მხოლოდ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ კრიზისს შევეხებით. გერმანიაში ერთი წელი გავიდა, რაც ფრიდრიხ მერცმა კანცლერის თანამდებობა დაიკავა. ერთი წლის წინ მან ბევრი ომახიანი და ხმამაღალი განცხადება გააკეთა და თავის ამომრჩეველს ყალბი დანაპირები მისცა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისე შემოტრიალდა სიტუაცია, რომ მერცის კოალიციური მთავრობა დაშლის პირასაა, ხოლო მემარჯვენე კონსერვატიული ალტერნატივა გერმანიისთვის ყოველდღე ახალ მწვერვალებს იპყრობს. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ჩატარდეს, AfD 27%-ს აიღებს და პირველ ადგილზე გავა. პარტიამ ისტორიული რეკორდი დააფიქსირა.
მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი 24%-ით მეორე ადგილზეა. სამთავრობო კოალიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი კი მხოლოდ 12%-ში ადგეს. ერთი წლის განმავლობაში ფრიდრიხ მერცმა ის შეძლო, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა გერმანელმა ლიდერმა ვერ მოახერხა. საკუთარი მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა და გერმანიის მოსახლეობა მაქსიმალურად გააბრაზა. არადა თავიდან გერმანიის ეკონომიკის ამუშავებას დაპირდა ყველას და ომახიანად დაიწყო საკუთარი ვადა. გერმანიის უსაფრთხოება, ჩვენი უნარი მსოფლიოს ფორმირებაზე პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს ეკონომიკურ სიძლიერეზე. თუმცა ერთი წლის შემდეგ რიტორიკა შეცვალა და წინა მთავრობებს გადააბრალა ყველაფერი. ის, რაც 10 წლის განმავლობაში უგულებელ ყოფილი იყო, 10 დღეში ვერ გამოსწორდება. ჩვენ არ ვართ სწრაფმავალი კატერი, რომლის მკვეთრი 180 გრადუსიანი შემოbrunებითაც შეგვიძლია შემოbrunება. ჩვენ დიდ მძიმეწონიან გემს წარმოვადგენთ, რომელიც ახალ კურსს ადგას. მიზნის მისაღწევად ძალა, ძალისხმევა და მკაფიო დანიშნულების ადგილია საჭირო. ღიად ვამბობ, დიახ, ჩვენ შევქმენით ცრუმოლოდინები, მათ შორის საკუთარი თავისთვის დადგენილი სტანდარტები. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის გამარჯვება 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განპირობებული იყო სამი ძირითადი პირობით, რაც ფრიდრიხ მერცმა წინა საარჩევნოდ გასცა. პირველი ეს იყო უკონტროლო მიგრაციის დასრულება და ქვეყანაში შემომავალი მიგრაციული ნაკადების მკაცრი გაკონტროლება. მეორე ეს იყო რეცესიაში მყოფი გერმანული ეკონომიკის გამოცოცხლება და მოსახლეობისთვის იმედის დაბრუნება, უკეთესი მომავლის იმედის. მესამე ეს იყო ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება მოჭარბებული ბიუროკრატიის შესამცირებლად. მაგრამ გერმანელებისთვის საუბედუროდ მერცმა ვერც ერთი ამ დაპირების შესრულება ვერ შეძლო. მან Deep State-ის გაცვეთილი სახელმძღვანელოთი დაიწყო მოქმედება და პირველი დღიდან ზელენსკის რეჟიმის მხარდაჭერით, უკრაინის ომის გაჭიანურების მცდელობით და რუსეთთან კონფრონტაციული ურთიერთობების გაგრძელებით გამოიჩინა თავი. გარკვეულწილად მან საკუთარ წინამორბედ ოლაფ შოლცსაც კი გადაუჯოկრა უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების და სამთავრობოთაშორისო ურთიერთობის დაახლოების საკითხში. გერმანიის ეკონომიკამ ბუქსაობა კვლავაც გააგრძელა და ეს ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე. ახლა კი შეგვიძლია დანამდვილებით ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო ენერგოკრიზისის გამძაფრების შემდეგ გერმანული ეკონომიკა არათუ ვეღარ გაიზრდება, არამედ საერთოდ შემცირდება. ამას ხალხი წხვდება და შესაბამისად ფრიდრიხ მერცის მთავრობის მხარდაჭერის რეიტინგი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია, 13%-ში ადგეს. გერმანელების აბსოლუტური უმრავლესობა მერცით და მისი მთავრობით უკმაყოფილოა. ქრისტიან-დემოკრატების და სოციალ-დემოკრატების კოალიციურმა მთავრობამ ვერც ძველი შეცდომების გამოსწორება ვერ შეძლო, ვერც Deep State-ის მორჩილებას ვერ დააღწია თავი. და რაც გერმანული კეთილდღეობის საფუძველი იყო, ისიც მოშალა და გაანადგურა აგრესიული მილიტარიზაციის და უკრაინის ომის გახანგრძლივების გამო. ჯერ 2025 წლის აგვისტოში მერცმა განაცხადა, რომ სოციალური კეთილდღეობის გერმანული სისტემა აღარაა ფინანსურად მდგრადი და დასძინა, რომ საყოველთაო კეთილდღეობა ეროვნული წარმოების ხარჯზე ვეღარ დაფინანსდებოდა. მერცმა მაშინ მტკივნეული გადაწყვეტილებები და საჯარო სიკეთეების შემცირება დააანონსა. ეს არ იკმარა და ცოტა ხნის წინ საჯაროდ გამოაცხადა, რომ სახელმწიფო პენსია აღარ იქნება საკმარისი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად გრძელვადიან პერსპექტივაში. სახელმწიფო საპენსიო დაზღვევა საუკეთესო შემთხვევაში სიბერის საბაზისო დაზღვევა იქნება. სახელმწიფო პენსია ამიერიდან აღარ იქნება საკმარისი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა უკრაინისთვის მილიარდობით ევროს გამონახვას მერცის მთავრობა უპრობლემოდ ახერხებდა. მერცის მთავრობამ ქვეყნის მასობრივი გადაიარაღებისთვის გერმანიის კონსტიტუციაც კი შეცვალა. უფრო მეტი საგარეო ვალი რომ აიღოს და უფრო მეტი იარაღი რომ ააჟღარუნოს. ამ ყველაფრის ფონზე კი გერმანული ეკონომიკა სულ ზღაფავს. გერმანული ავტოინდუსტრიის გიგანტმა Porsche-მ 2026 წლის პირველ კვარტალში 1 მილიარდი ევროს ზარალი ნახა. მას შემდეგ რაც მის საკუთრებაში არსებული Volkswagen-ის აქტივების ჩამოწერა მოახდინა. Porsche-მ ასევე რამდენიმე შვილობილი კომპანიის დახურვა გადაწყვიტა. კომპანიის აქციების ფასიც საგრძნობლად დაეცა და 10%-ით შემცირდა. ამ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი პირი კი რა თქმა უნდა ქვეყნის კანცლერია. ასე რომ მერცის რეიტინგის რეკორდული კლება სრულიად გასაგებია. ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მერცი ყველა მიმართულებით წარუმატებლობას განიცდის. მან შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განარისხა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მერცმა ტრამპი ირანში მიმდინარე ომის გამო გააკრიტიკა. გერმანიაში ის საშინელებებს აკეთებს. მას იმიგრაციის პრობლემები აქვს, მას ენერგოკრიზისი აქვს, მას ყველა სახის პრობლემა აქვს და მას აქვს პრობლემები ასევე უკრაინასთან მიმართებით. მათ ძალიან ცუდად აქვთ საქმე და ის მემაკრიტიკებს ირანთან ომის გამო.
ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაიყვანდა. მერც შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დასჭირდა მისვლა და ტრანსატლანტიკურ ერთობაზე დამამცირებელი საუბარი. როდესაც ფრიდრიხ მერცი ხელისუფლებაში მოვიდა 1 წლის წინ, ხალხი ამბობდა, რომ მას არ აქვს კანცლერის შესაბამისი ტემპერამენტი. ისინი გრძნობდნენ, რომ ის ხალხისგან დაშორებულია, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განკერძოებული და ის არ არის ძლიერი ლიდერი. ამას ამბობდა ხალხი. მას შემდეგ, რაც ის მუშაობა შეუდგა, მან ხალხის საწინააღმდეგოში ვერ დაარწმუნა. მან რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა საჯაროდ. მაგალითად, როდესაც მან თქვა, რომ ხალხს სახელმწიფო პენსიის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. გერმანიაზე სავალალო მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში. კირ სტარმერის მთავრობამ ქართულ ტელეარხებს იმედს და პოსტივის სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შეზღუდვები დაუწესა. სამაგიეროდ ბრიტანელმა ხალხმა სტარმერის ლეიბორისტულ მთავრობას უფრო მტკივნეული სანქციები დაუწესა და ისტორიის სანაგვეზე მოისროლა. ბრიტანეთის მოსახლეობამ სტარმერს განაჩენი გამოუტანა. 7 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ სერიოზული მარცხი განიცადა. ისტორიის განმავლობაში პირველად მათ უოლსის პარლამენტზე დაკარგეს კონტროლი. ნაიჯელ ფარაჯის რეფორმის პარტიამ სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ფაქტიურად ლეიბორისტების და კონსერვატორების ორპარტიული მმართველობა ოფიციალურად დაასრულა. BBC-ს მონაცემებით სტარმერის გადადგომას მხარი დაუჭირა 80 ლეიბორისტმა დეპუტატმა 403-დან. მათ შორის არიან ბრიტანეთის მთავრობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სტარმერი გადადგომის ზღვარზეა. მინისტრთა კაბინეტის წევრები მას არწმუნებენ, რომ წავიდეს. მინისტრთა კაბინეტის მთავარი წევრები მათ შორის არიან, ვინც პრემიერ-მინისტრს პატიოსნად ურჩევენ თანამდებობის დატოვებას. მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ნებისმიერ გამოწვევას შეებრძოლება. დღეს დიდი ბრიტანეთის ჟანდაცვის მინისტრმა უეს სთირინგმა თანამდებობა დატოვა. სიტუაციას ამძაფრებს ის მომენტი, რომ სთირინგი სტარმერის კონკურენტად მოიაზრება და სავარაუდოდ ის საკუთარ კანდიდატურას ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობაზე წარადგენს, რითაც მოქმედ პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებს. მაგრამ კირ სტარმერი ვერათ ვიცნობიერებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ხალხმა მას და მის პარტიას უარი უთხრა საკუთარი წარუმატებელი და რიგ შემთხვევაში დანაშაულებრივი საქმიანობის გამო. გასულ კვირას არჩევნების შედეგები ძალიან რთული იყო. ჩვენ დავკარგეთ ლეიბორისტული პარტიის ძალიან ბრწყინვალე წარმომადგენლები. ეს მტკივნეულია. მესმის და ვგრძნობ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ საქმე მხოლოდ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას არ ეხება. საქმე იმაშია, რომ ავხსნათ თუ როგორ ვიქნებით, როგორც პოლიტიკური, საარჩევნო ძალა, უკეთესები მომავალ თვეებსა და წლებში, რადგან ჩვენ ვდგავართ სახიფათო დროის წინაშე. ჩვენს წინაშე არიან ძალიან საშიში ოპონენტები. ეს მტკივნეულია, რადგან ლეიბორისტებმა ცუდად იმუშავეს, მაგრამ ჩვენ თუ ამას სწორად არ გავაკეთებთ, ჩვენი ქვეყანა დაიშლება. საკუთარი შეცდომების აღიარების და ბოდიშის მოხდის მაგივრად სტარმერმა სახიფათო ოპონენტების ტერმინი გამოიყენა იმ პარტიის და პოლიტიკოსების მიმართ, ვინც პირველი ადგილი დაიკავა. ბრიტანელების 70% მისი მოღვაწეობით უკმაყოფილოა. ის კი მაინც ჯიუტად ხვებზე ცდილობს ისრების გადატანას. მაგრამ მამაოდ, სტარმერის გადადგომა და თანამდებობის დატოვება დროის ამბავია. შეიძლება რამდენიმე კვირის, რამდენიმე დღის ან სულაც რამდენიმე საათის. წაგებულ არჩევნებამდე მიმდინარე წლის დასაწყისში სტარმერმა უსერიოზულესი რეპუტაციული დარტყმა მიიღო. როდესაც მისი თანაპარტიელი პიტერ მენდელსონი დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში ეპშტეინის გარშემო ატეხილი ციებ-ცხელების ერთ-ერთი მთავარი ევროპელი ფიგურანტი აღმოჩნდა. მენდელსონს საკუთარი თანამდებობის და ლეიბორისტული პარტიის დატოვება მოუწია. 2024 წლის დეკემბერში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მენდელსონი შეერთებულ შტატებში დიდი ბრიტანეთის ელჩად დანიშნა. მაშინ სტარმერს აფრთხილებდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგანაც მენდელსონი ეპშტეინთან მჭიდრო კონტაქტში იყო. იმ დროისთვის ეპშტეინი უკვე გარდაცვლილი იყო და მისი დანაშაულების შესახებაც მეტწილად ცნობილი იყო. მაგრამ სტარმერმა უკან არ დაიხია და მენდელსონი თანამდებობაზე დანიშნა. მენდელსონის კავშირების გამოვლენის შემდეგ პედოფილ ეპშტეინთან სტარმერმა გადარჩენის მიზნით ყველაფერი გააკეთა. ხელები დაიბანა და საკუთარი ადმინისტრაციის უფროს მორგან მაქსვინს გადააბრალა ყველაფერი. ეს უკანასკნელი თანამდებობიდან წავიდა და თავის თავზე აიღო ყველაფერი. მაგრამ ამჯერად სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულადაა და სტარმერი განწირულია. სტარმერის მთავრობამ ბრიტანელების ეროვნულ იდენტობას უღალატა. საკუთარი მოსახლეობის პოლიტიკური არჩევანი უგულებელყო ბრექსიტის გამარჯვების სახით და კვლავ დიპ სტეიტის დირექტივებით და ევროკავშირის წესებით გააგრძელა ქვეყნის მართვა. უკონტროლო მიგრაციამ კი ბრიტანელების ყოველდღიურობა გაუსაძლისი გახადა. ლა-მანშის მიგრანტთა კრიზისი მალე ბევრად გაუარესდება. გახსოვდეთ, 10 წლის წინ, ზუსტად 10 წლის წინ მე გამოვაკარი ეს პოსტერი. გარდამტეხი მომენტი.
ევროკავშირმა ჩვენ დაგვაღალადა. მე იმაზე ვამახვილებდი ყურადღებას, რომ ახალგაზრდა მამაკაცების დიდ რაოდენობას, ვინც ევროკავშირის საზღვრებს კვეთდა, დარჩენის უფლება ეძლეოდა და შემდეგ ჩვენსკენ მოემართებოდნენ. მე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მივიღე ისტებლიშმენტისგან ამაზე საუბრისგან. და მაინც შეხედეთ სად ვართ ახლა. ამ კვირაში 200,000 ადამიანმა გადაკვეთა ლამანშის სრუტე. მათი უმეტესობა დოკუმენტების არ მქონე ახალგაზრდა მამაკაცები არიან, რომელთა შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. მათ შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნან არა მხოლოდ გოგონებს და ქალებს, არამედ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. გერმანიის და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ კრიზისებს შორის ბევრი მსგავსებაა. ეს პირველ რიგში მმართველი ელიტების კრიზისია. როგორც გერმანიაში, ასევე დიდ ბრიტანეთში ჩვენ ელექტორალურ რევოლუციას ვადევნებთ თვალს, ორპარტიული ბურჟუაზიული საპარლამენტო სისტემის დასასრულს. 15 წლის წინ შექმნილი პარტიები, ალტერნატივა გერმანიისთვის და რეფორმის პარტია, ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ. არც გერმანიის და არც დიდი ბრიტანეთის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ასეთი რამ აქამდე, რომ ორი ძირითადი პარტია მთავრობის მიღმა დარჩენილიყო. მაგრამ Deep State-ის მიერ მართულმა ევრომარიონეტებმა ყველაფერში ანტირეკორდი დაამყარეს. ადგილობრივ არჩევნებში განცდილი მარცხის გამო სტარმერს ყველა, ვისაც არ ეზარება, გადადგომისკენ მოუწოდებს. თუმცა თუ ბოლო პრემიერებისა და სავარაუდო კანდიდატების მიხედვით ვიმსჯელებთ, ძნელი წარმოსადგენია ახალი პრემიერი რაიმეთი უკეთესი იყოს წინებთან შედარებით. რამდენად გაუძლებს სტარმერი ამ ზეწოლას ვნახავთ, თუმცა როგორც ჩანს, მისი მაშველი რგოლი ისევ ბრიუსელის ბიუროკრატიაა და სწორედ ამიტომ ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებაზე გააკეთოს ფსონი და ამით მაინც შეინარჩუნოს დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში კაბინეტი. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.